რუსეთს ეგონა რომ ივნისი ჯოჯოხეთი იყო. 2026 წლის ჯერჯერობით ყველაზე მძიმე თვე და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე რუსეთისთვის. მას რუსეთისთვის მას შემდეგ რაც პუტინმა თავისი შეჭრა დაიწყო. მთელი ქვეყანა ნაცემი და დაჩეხილი დატოვა. დონბასის აღება უფრო მიუღწეველი ჩანდა ვიდრე ოდესმე. რუსი ჯარისკაცები ერთი მეორის მიღოლებით იღუპებოდნენ და ზაფხულის შეტევა წარუმატებლობად იქცა, სანამ რეალურად დაიწყებოდა კიდეც. შემდეგ ივლისი დადგა. და რუსეთმა გაიგო, რომ ყველაფერი შეიძლება ბევრად უფრო ცუდად წასულიყო. თვე, რომელიც პუტინს გატეხავს ახლახან დასრულდა, მაგრამ პუტინი, რომელიც სრულიად დაკარგულია თავის ილუზიებში, მაინც ცდილობს ამტკიცოს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მისი ფანტაზიის სამყარო დაინგრა და ის ბოლოა, ვინც ამას გაიგებს. 2026 წლის ივნისი რუსეთისთვის სრული კოშმარი იყო და ამ თვიდან მიღებული მონაცემებიც ამას ადასტურებს. არაფერი წარიმართა გეგმის მიხედვით პუტინის მარიონეტებისთვის. თვის ბოლოსთვის რუსეთის შეპყრობილმა ლიდერმა კიდევ 99490 თავისი ადამიანი დაკარგა, რაც 2026 წლის პირველი ნახევრისთვის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. როდესაც რუსეთი უკვე თვეში საშუალოდ 30000-ზე მეტ დანაკარგს განიცდიდა. ახალი ხალხის მოზიდვა ვეღარ ეწეოდა დანაკარგებს. მოხალისეები თვეში მხოლოდ 24000 კაცის ოდენობით ეწერებოდნენ. რაც ნიშნავდა, რომ ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინა უფრო მეტ რუს ჯარისკაცს ანადგურებდა, ვიდრე რუსეთს შეეძლო ბრძოლის ველზე ახალი ძალების მოყვანა. და დონბასში, რომლის დაკავებასაც ვლადიმირ პუტინი 2026 წლის ბოლომდე ითხოვს. რუსეთის პროგრესი იმდენად ნელი იყო, რომ ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, თუ რუსეთი ამ ტემპით გააგრძელებს, დონეცკის აღებას კიდევ 14 წელი დასჭირდება. 29490 ჯარისკაცი და დღეში მხოლოდ 1,3 კვადრატული კილომეტრის წინსვლის ტემპი. ნებისმიერი ადამიანის თვალში კატასტროფა იქნებოდა და ასეც იყო. მაგრამ ერთი ნუგეში ალბათ რუსეთმა იფიქრა იყო ის, რომ საქმე ნამდვილად ვეღარ გაუარესდებოდა. უკრაინის ხორცსაკები ერთ დროს აუცილებლად გაფუჭდებოდა. შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ეს მომენტი ნამდვილად არ დადგა ივლისში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ისეთი მძიმე თვე გადაიტანა, რომ პუტინს სივრცხვილისგან უნდა გაწითლებოდა სახე, ივლისში რუსეთმა კიდევ უფრო მეტი დანაკარგი განიცადა. 1 აგვისტოს უკრაინის გენერალური შტაბი ტელეგრამზე გამოვიდა და დიდი რიცხვი გამოაცხადა. 42860 დანაკარგი, რომელიც რუსეთმა ივლისში განიცადა. ეს მხოლოდ 2026 წლის რეკორდი არ არის. ეს პუტინისთვის სივრცხვილია ზაფხულის შეტევის პიკზე, რომელიც დონეცკის გამაგრებული ზოლის დაშლას უნდა გამოეწვია. ეს არ მოხდება. რუსეთი ახლოსაც ვერ მივა. რაც პუტინმა აქ ახლახან ნახა, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მისი შეჭრის ხარჯები იმდენად მაღალია, რომ რუსეთი უბრალოდ ვეღარ უძლებს ამას. 42860 მსხვერპლი. ივლისში ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად უკრაინაში დაახლოებით 1382 ჯარისკაცი იღუპება, იღებს ჭრილობას ან ტყვედ ვარდება. ასევე ემატება 2026 წლის მიმდინარე ჯამს, რომელიც ახლა უკვე 228640 აღწევს. ასევე ვერ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ივლისის მსხვერპლის რიცხვი 3000-ზე მეტით მეტია, ვიდრე ივნისში იყო. ეს ვერ აიხსნება იმით, რომ ივნისზე ერთი დღით მეტი აქვს. აქ რაღაც უფრო ღრმა ხდება. თვეთვეობით უკრაინა უფრო მომაკვდინებელი ხდება და მსხვერპლი, რომელსაც რუსულ ძალებს გაღება უწევთ, ციფრები ამას ამტკიცებს. დავბრუნდეთ იანვარში. იმ თვეში უკრაინამ ხმაურიანად დაიწყო თავისი 2026 წლის კამპანია. თვეს ბოლოსთვის 31700 რუსი მოკლეს ან სხვაგვარად გამოეთიშა ბრძოლას. კარგი დასაწყისი წელი, მაგრამ თებერვლის ბოლოსთვის პუტინს შეიძლება ეგონა, რომ სიხარულის მიზეზი ჰქონდა. დანაკარგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. რუსეთმა თებერვალში მხოლოდ დაახლოებით 26100 ჯარისკაცი დაკარგა. დიახ, ეს მაინც 1,5-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთმა მთლიანად დაკარგა ავღანეთთან 10-წლიანი ომის განმავლობაში, 1980-იან წლებში, მაგრამ ეს დასაწყისი იყო. რიცხვი იკლებდა. თუმცა მშრალი რიცხვები შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს. თებერვალს 3 დღით ნაკლები აქვს, ვიდრე იანვარს, რაც გარკვეულ როლს თამაშობდა. თებერვლის დანაკარგების დღიური მაჩვენებლით 922 ჯარისკაცი დღეში. ეს დამატებითი 3 დღე თვეში თითქმის 2800 რუსს დაამატებდა საერთო რაოდენობაში. ეს ნიშნავს, რომ თვე დასრულდებოდა 29000 დანაკარგზე 100-ით ნაკლებით, რაც მაინც იანვარზე ნაკლებია, მაგრამ არა იმდენად დიდი სხვაობით, რომ პუტინმა ზეიმი დაიწყოს. გაზაფხულისთვის პუტინი საკმაოდ თავდაჯერებული იყო. რუსეთს დაგეგმილი ჰქონდა თავისი მასშტაბური გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევა. სასტიკი უკრაინული ზამთარი საბოლოოდ დასრულდა და ეს ნიშნავდა, რომ რუსეთს შეეძლო მომდევნო 6 თვე ან მეტი უკრაინის გამაგრებულ პოზიციებზე უფრო ძლიერი შეტევები დაეწყო. უკრაინა უნდა გატეხილიყო. პუტინმა ეს უბრალოდ იცოდა. მაგრამ რუსეთის ლიდერი ცდებოდა. მარტში რუსეთის დანაკარგები კვლავ გაიზარდა და 31960 მიაღწია. ნიშნულოვნად მეტი ვიდრე თებერვალში და ოდნავ მეტი ვიდრე უკვე აბსურდული იანვრის მაჩვენებელი. და ამის შემდეგ ეს რიცხვები კვლავ იზრდებოდა. აპრილში 32980, მაისში 33760, ივნისში თვიურ დანაკარგებს თითქმის 6000 დაემატა, ხოლო ივლისში კიდევ 3000 და ცოტა მეტი. აქ არ ვხედავთ ერთჯერად შემთხვევებს. ეს არის კანონზომიერება. თვეთვეობით ვხედავთ, როგორ ხდება უკრაინა უფრო მომაკვდინებელი.
პუტინს ახლა ისეთი 2026 წელი ელის, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება დასრულდეს იმით, რომ დეკემბრის ბოლოსთვის რუსეთმა 500,000 ჯარისკაცი დაკარგოს. თუ უკრაინა შეინარჩუნებს იმავე დანაკარგების ტემპს, რაც ივლისში ვნახეთ, მომდევნო 5 თვის განმავლობაში რუსეთი კიდევ 214,300 ჯარისკაცს დაკარგავს. ეს იქნება თითქმის 453,000 სიცოცხლე, რომელიც პუტინის უკრაინის აკვიატების გამო წყალში ჩაიხრება. და ჯამში 1,66 მილიონზე მეტი. მას შემდეგ რაც შეჭრა დაიწყო. მაგრამ გახსოვდეთ ეს ტენდენცია. 2026 წელს მხოლოდ 1 თვის გარდა ყოველ თვეში უკრაინამ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა, ვიდრე წინა თვეში. რუსეთმა ივლისში 11,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე იანვარში. თუ უკრაინა ამ ტენდენციას შეინარჩუნებს, არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლომდე რუსეთს თვეში 50,000 დანაკარგი ჰქონდეს. ეს დამთხვევა არ იქნებოდა. თვეში 50,000 დანაკარგი. თავიდანვე უკრაინის გეგმა იყო. ჯერ კიდევ იანვარში, მაშინ ახლად დანიშნულმა და ახლა ყოფილმა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ 50,000 ჯარისკაცი იყო ჯადოსნური რიცხვი. თუ უკრაინა შეძლებდა ამ თვიურ მიზანს მიეღწია, რუსეთი ვერა შეძლებდა დანაკარგების შევსებას მორიგი მტკივნეული მობილიზაციის გარეშე, რაც პუტინს საკუთარ ტერიტორიაზე სოციალურ და პოლიტიკურ საფრთხეს შეუქმნიდა. ისინი ადამიანებს რესურსად აღიქვამენ და დეფიციტი უკვე აშკარაა. ფედოროვმა იმ დროს განაცხადა, ივლისმა ეს დაადასტურა და ახლა პუტინის მთავარი პრობლემა ისაა, რომ მას ეწურება ერთადერთი რესურსი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შანსის მისაღებად სჭირდება. კარგი, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა შეიძლება ფიქრობდეს, მოდი უბრალოდ არ უთხრათ პუტინს ამ მასიური დანაკარგების შესახებ. მას ამის ცოდნა არ სჭირდება და ჩვენს თავიდან ავიცილებთ, შემთხვევით ფანჯრიდან ვარდნებს. ამის ნაცვლად ჩვენ გამოვაჩენთ იმ საოცარ მიღწევებს, რაც რუსეთმა ივლისში ამ მსხვერპლის სანაცვლოდ მიიღო. ხო, ეგ კი. რუსეთმა 2026 წლის ყველაზე ცუდ თვეს ისეთი სუსტი წინსვლა დაურთო, რომ ამას წინსვლასაც ვერ დაარქმევდი. რუსეთისთვის საუკეთესო რითიც შეიძლება იამაყოს ისაა, რომ ივლისში ცოტა მეტი ტერიტორია მიითვისა ვიდრე ივნისში. და ასეც მოხდა. მხოლოდ 0,19 კვადრატული კილომეტრით დღეში. ეს არის ომის კვლევის ინსტიტუტის, ანუ ISW-ის მონაცემებით, რომელიც იუწყება, რომ რუსეთმა შეძლო დაეკავებინა, არა შეეღწია, არამედ რეალურად დაეკავებინა. მხოლოდ 27,85 კვადრატული კილომეტრი უკრაინისა ივლისში. შედარებისთვის ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა დაახლოებით 1122 ჯარისკაცი დაკარგა თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, რომელსაც ივლისში სრულად დაეუფლა უკრაინაში. ინაში ეს დაბალია. არა ყველაზე დაბალი, რაც რუსეთმა 2026 წელს მიაღწია, მაგრამ ძალიან დაბალია. 2025 წლის ივლისში რუსულმა ძალებმა მოახერხეს 455,74 კვადრატული კილომეტრის დაკავება. ერთი წლის შემდეგ მან ამ მაჩვენებლის მეათედის დაკავებაც ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის შეტევის შუაგულში იყო, რომელიც დონეცკის დაცემასა და დონბასის დაქცევას უნდა გამოეწვია. და ეს კიდევ ერთი საკითხია. ეს დიდი შეტევა, რომელზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ISW-ს მიხედვით ოპერაციულად მნიშვნელოვანი მიღწევები საერთოდ არ ქონია. რუსეთს არ მოუპოვებია რაიმე მნიშვნელოვანი. და ნამდვილად არ მიუყენებია ის სერიოზული ზიანი თავდაცვით ზოლისთვის, რასაც პუტინი ელოდა. საუკეთესო რაც მოახერხეს იყო კონსტანტინიუკაში დივერსანტების შეყვანა, თუმცა რეალურად ქალაქის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი დაიკავეს. კონსტანტინიუკა ჯერ კიდევ დგას და თუ რუსეთი მართლა მოახერხებს გარღვევას, კიდევ 3 კიდევ უფრო გამაგრებული ქალაქი უნდა დაეცეს ამ ზოლში. ის ქალაქი დაიმახსოვრეთ სხვათა შორის, მასთან ისევ დაუბრუნდებით. უკრაინის სტრატეგიის ცვლილებამ დიდი როლი ითამაშა რუსეთის პრობლემებში, არა მხოლოდ ივლისში, არამედ მთელი 2026 წლის განმავლობაში. მიზანმიმართულმა საფასხო კონტრშეტევებმა უკრაინას ტერიტორიის დაბრუნება მოუტანა, განსაკუთრებით სამხრეთში. ეს აიძულებს რუსეთს გადაისროლოს ჯარები, რომლებიც სხვა შემთხვევაში დონეცკისთვის იქნებოდა განკუთვნილი. უკრაინის უპილოტო აპარატების დომინირება როგორც ფრონტის ხაზის მიღმა კილომეტრებზე გადაჭიმულ სასიკვდილო ზონებში, ასევე საშუალო დარტყმის მანძილზე, სადაც დრონები ანადგურებენ რუსეთის ლოგისტიკას, უზარმაზარი უპირატესობაა უკრაინისთვის და დამანგრეველია რუსეთისთვის. რუსეთის მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ მთელი მისი კამპანია პოზიციურ ომს ეყრდნობა. კონფლიქტში, სადაც მანევრული ომი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ოდესმე, აღნიშნავს ISW. და რუსეთის ივლისის დანაკარგებს კიდევ ერთი პატარა დამცირებაც დავამატოთ, სანამ პუტინსა და მის ილუზიებზე გადავიდოდეთ. 3 აგვისტოს გამოცემა Kievan Independent-მა გაავრცელა ინფორმაცია რუსული მედია ზონის მიგნებებზე. BBC-ის რუსულ სამსახურთან ერთად მუშაობისას მედია ზონამ შეძლო დაედგინა 236,066 რუსის, ვინაობა, რომლებიც ომის დაწყებიდან უკრაინაში დაიღუპნენ. ეს მონაცემები ასე ნაწილდება: 86,600 მოხალისე, 26,200 ომში ჩართული პატიმარი და 19,000 მობილიზებული ჯარისკაცი. ასევე შეგიძლიათ სიას დაამატოთ თითქმის 7,500 რუსი სამხედრო ოფიცერი. ეხლა შეიძლება ეს რიცხვები მოისმინეთ და იფიქრეთ, რომ ცოტა უცნაურად ჟღერს. თითქოს არ ემთხვევა იმ დანაკარგების მონაცემებს, რაც უკვე გაგიზიარეთ. მართალიც იქნებით და ამის მიზეზიც არსებობს. 236,066 დაღუპული. მხოლოდ ის ადამიანებია, რომელთა დაღუპვაც მედია ზონს შეუძლია დაადასტუროს.
გამოცემა ამბობს, რომ რეალური რიცხვი მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, რადგან მათი ინფორმაცია მოდის ნეკროლოგებიდან, რეგიონული მედიის ანგარიშებიდან, ადგილობრივი ხელისუფლებისგან და ნათესავების სოციალური მედიის პოსტებიდან. თუ ოჯახები, მედია და ხელისუფლება არ საუბრობენ ჯარისკაცის დაღუპვაზე, რაც რუსეთში უფრო სავარაუდოა, მაშინ ეს ფაქტი არ ფიქსირდება და ვერ დადასტურდება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავად ამბობს, რომ რეალური რიცხვი ბევრად უფრო მაღალია. 700,000 რუსი დაღუპულია. იმ დროს, როდესაც უკრაინას აქვს თანაფარდობა, თითოეულ მის დაღუპულ ჯარისკაცზე 14 რუსი ჯარისკაცი მოდის. ამ რიცხვს თუ დაუმატებთ დაჭრილებსა და თვეებს, ადვილად დავინახავთ, როგორ ამყარებს უკრაინა რეკორდებს თვიური დანაკარგების მხრივ 2026 წელს. და მაინც პუტინი თითქოს ვერაფერს ამჩნევს. სრულიად პირიქით. ის ამტკიცებს, რომ უკრაინაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ასე არ არის. და თქვენ მალე გაიგებთ, რატო არის პუტინი იმდენად შეშლილი, რომ გონია რუსეთი იმარჯვებს. მაგრამ სანამ ამას გაიგებთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. ამას კიდევ ბევრი გაგრძელება აქვს, ამიტომ დარწმუნდით, რომ არხზე გამოწერილი ხართ და შეტყობინებები ჩართული გაქვთ, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ამბები. ეხლა გადავდივართ 26 ივლისის შეხვედრაზე, რომელშიც ვლადიმირ პუტინი და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სამხედროები მონაწილეობდნენ. ამ შეხვედრის დროს ვლადიმირ პუტინმა საბოლოოდ რეალობას მოსწყვდა. გარდა იმისა, რომ ამტკიცებდა თითქოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში საერთოდ არ ყოფილა აგრესია და რომ რუსეთს იძულებული გახადეს დაეწყო თავისი ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია. დასავლეთისა და კიევის რეჟიმის გამო ვლადიმირ პუტინი გაბრაზებით საუბრობდა იმაზე, თუ როგორ დაეცემა უკრაინა და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. სხვათა შორის დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან უკრაინა ამ დასავლეთ მიწებს დაკარგავს და ის რაც ადრე პოლონეთს, უნგრეთსა და რუმინეთს ეკუთვნოდა, დაბრუნდება. ადრე თუ გვიან, შეიძლება არა ხვალ, არა ზეგ, 1 ან 2 წელიწადში, 10 ან 15 წელიწადში, მაგრამ ყველაფერი ისტორიულად თავის ადგილს დაუბრუნდება, განაცხადა რუსეთის ლიდერმა. ვლადიმირ პუტინო, გთხოვთ, ბედნიერი იქნები თუ 10 ან 15 წელიწადში დონეცკი გექნება, პოლონეთსა და რუმინეთზე რომ არაფერი ვთქვათ. პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ ხდება, რადგან თითქოს რეალური აგრესია არ არის. თუმცა აგრესია ნამდვილად არის და ეს ყველაფერი დასავლეთის ბრალია და კიევის რეჟიმისაც და მოიცადეთ ერთი წამით თავი მიტრიალებს. რასაც აქ პუტინის გამხედავთ, ეს სრული ბოდვაა. არაფერი მიდის გეგმის მიხედვით, მაგრამ პუტინი ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი რიგზეა და კიდევ უფრო მეტი წინ გველოდება. ერთადერთი კითხვა, რომელსაც ამ ეტაპზე დავშრომთ, არის ის, თუ როგორ შეუძლია პუტინს ასეთი განცხადებების გაკეთება ომში 4,5 წლის შემდეგ, რომელმაც რუსეთს ამდენი დაუჯდა და 2026 წლის ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე თვის ფონზე. პასუხი მარტივია. შესაძლოა პუტინი მართლა ფიქრობს, რომ რუსეთი იმარჯვებს, რადგან მისი გენერლები თვალთმაქცურად ატყუებენ მას და სიმართლეს უმალავენ. ამას ISW ამბობს და აქ სიტყვას ანალიტიკურ ცენტრს მივცემთ. სავარაუდოდ რუსეთის ჩრდილოეთის დაჯგუფება და სამხედრო ხელმძღვანელობა კრემლს ატყუებენ უკრაინის ჩრდილოეთში რუსეთის მიღწევების მასშტაბის შესახებ. იმისთვის რომ გააძლიერონ ნარატივი, თითქოს რუსეთის ძალები აქტიურად მიიწევენ მთელ საომარ თეატრზე, მათ შორის იმ მონაკვეთზეც, რომელიც თითქმის 2 წელი უმეტესად უმოქმედოა. ასე განაცხადა ISW რუსეთის შეტევითი კამპანიის 31 ივლისის შეფასებაში. რაც იქ ხდება სავარაუდოდ მიკროკოსმოსია იმ პროცესისა, რაც დაიწყო იმ წამიდან, როცა პუტინმა დაიწყო თავისი შეჭრა. ეს არის ადამიანი, რომელიც თავს მხოლოდ მლიქვნელებითა და მაამებლებით აკრავს. არ უნდა გაუკვირდეს, რომ მათგან არც ერთი არ ეტყვის სიმართლეს და ამის ნაცვლად გამოიყენებენ ხელოვნურად შექმნილ ვიდეო მასალებსა და სხვა კალბ საინფორმაციო საშუალებებს, რათა შექმნან შტაბეჭდილება. თითქოს რუსეთი ბევრად უკეთესადაა, ვიდრე სინამდვილეშია. ISW რუსეთის ჩრდილოეთის სარდლებს ასახელებს დამნაშავეებად. ჩვენ ნახეთ, როგორ გამოიყენეს ეს ტყუილი პუტინზე ზემოქმედებისთვის დონბასში. ივლისის შუა რიცხვებში რუსეთმა განაცხადა, რომ კონსტანტინივკა აიღო. შეიძლება გახსოვთ ეს ქალაქი. თუ რუსეთს დაუჯერებთ, უჯერებთ კონსტანტინივკა ოკუპირებულია და ახლა შეუძლია გადავიდეს ციხესიმაგრეების ხაზის დანარჩენ ნაწილზე. ეს ყველაფერი ტყუილია. ქალაქი ჯერ კიდევ ბრძოლის ველია და როგორც ჩანს, ასე დარჩება მინიმუმ წლის ბოლომდე. საუკეთესო რაც რუსეთმა მოახერხა არის შეღწევა, როდესაც ის აგზავნის პატარა ჯგუფებს, 2 ან 3 ჯარისკაცისგან შემდგარებს, რომ უკრაინას დაემალონ. ისინი, ვინც შეღწევას ახდენენ, თითქმის მთელ კონსტანტინივკაში არიან. ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ შეღწევა ოკუპაცია არ არის, აც კი ახლოს. შეღწეული ჯგუფების გაფანტული და იზოლირებული დანაყოფები ბევრს ვერაფერს გააკეთებენ, როცა თავიანთ სამალავებში მოხდებიან. ისინი იქ მხოლოდ იმისთვის არიან, რომ დაელოდონ დახმარებას, ან უკრაინული საძიებო და განადგურების ჯგუფების მიერ განადგურდნენ. უმეტესად მეორე ხდება. თუ ეს ყველაფერი გეგმის მიხედვით ხდება, როგორც პუტინი ამტკიცებს, მაშინ ეს გეგმა აბსურდულია. რუსეთის წინსვლის ასეთი ნელი და სისხლიანი მიზეზი ისაა, რომ შეღწევის სტრატეგია რუს ჯარისკაცებს დაუცველს ხდის როგორც დრონებით სავსეს სასიკვდილო ზონებში გადაადგილებებისას, ასევე მაშინაც, როცა ისინი დანიშნულ ადგილამდე მიაღწევენ. პუტინი იღებს დანაკარგებს ან იმიტომ, რომ რეალურად არ იცის მათ შესახებ, ან იმიტომ, რომ სჯერა ეს მსხვერპლი ღირს, რადგან რუსეთი სწრაფად მიიწევს წინ. მხოლოდ ეს პროგრესი ყალბია. რუსეთის ლიდერი, რომელიც იზოლირებულია მათგან, ვინც შეიძლება სიმართლე უთხრას, ახლა გაუწონასწორებელია და ილუზიაშია ჩაფლული, რაც მასთან მოლაპარაკებას შეუძლებელს ხდის. და ეს მას კიდევ უფრო აძლევს სტიმულს, რომ მობილიზაცია გამოაცხადოს 500,000 ჯარისკაცისთვის. რადგან ფიქრობს, რომ ისინი რუსეთს საბოლოო ბიძგს მისცემენ ომის მოსაგებად, მიუხედავად იმისა, რომ დონეცკი ჯერ კიდევ შორსაა დაცემისგან. პუტინმა გონება დაკარგა და რომ სტენლის ოფისიდან სიტყვები მოუშველიო. ბიჭო, უკრაინა ნამდვილად დაეხმარება მას გონების პოვნაში.
რეალობა, რომელიც პუტინის ილუზიას ახშობს, ისაა, რომ ივლისმა რუსეთი გატეხა. პუტინი ძლიერი ლიდერი არ არის. ის კაცია, რომელიც არასდროს ყოფილა ასე გაჭედილი, როგორც ახლა. გაჭედილი თავისი იმპერიული აკვიატებისა და უგუნური ესკალაციის შორის, რამაც რუსეთი თავდაპირველად ამ მსხვერპლით სავსე ჩიხში შეიყვანა. ლელამონტი ამბობს, რომ რუსეთი ახლა პუტინიზმის მძევალია. და ეს აბსოლუტურად სწორია. ერთადერთი რაც პუტინმა 2022 წლის თებერვლიდან მოახერხა, არის რუსეთის სრული იზოლაცია დასავლური სამყაროსგან, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განადგურება და გეოპოლიტიკური გავლენის დაკარგვა. როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია აჩვენებს მათ, ვინც ოდესღაც რუსეთზე იყო დამოკიდებული დაცვისთვის, რუსეთი სულაც არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ამტკიცებს. პუტინი შეპყრობილი ადამიანია. ვერ ახერხებს გააცნობიეროს რუსეთის ისეთი ვერსია, რომელიც უნდა არსებობდეს 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწესებულ საზღვრებში. ამიტომაც მან შექმნა ფანტაზიის სამყარო, სადაც პუტინი მეფეა და ის რუსეთს ყველა იმ მიწის დაბრუნებისკენ მიუძღვის, რომელიც მას წაართვეს. მაგრამ ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება. რეალური კი ისაა, რომ ივლისში 42860 რუსი მოკვდა, დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა. რეალობაა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთა რიცხვიც კვლავ იზრდება და რომელთაც პუტინმა ცხოვრება დაუნგრია ომის გამო, რომელიც გრძელდება და დასასრული არ უჩანს. პუტინი კაცია, რომელიც იდეოლოგიითა და საკუთარი დამახინჯებული ისტორიის ვერსიით არის შეპყრობილი. ალბათ ის ივლისში მომხდარს თავის მემკვიდრეობა დაღიქვანს და ფიქრობს, რომ ამის გამო მას იზეიმებენ. ეს მსხვერპლი ისტორიაში შევა, ისევე როგორც საბჭოთა მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომის დროს და რუსეთის მითოლოგიის ნაწილად იქცევა. ისევ და ისევ ეს ყველაფერი პუტინის ფანტაზიაშია და რუსეთის ლიდერს ურჩევნია ეს ილუზიები, რადგან რეალობა ისაა, რომ უკრაინა ძლიერია და კიდევ უფრო ძლიერდება. ჩვენი გუნდები აცნობიერებენ, რომ ამჟამად შესაძლებლობის ფანჯარა გვაქვს. უკრაინა გაძლიერდა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ჰაერში და ყველა ხედავს შესაბამის შედეგებს, განაცხადა ზელენსკიმ 9 ივლისს. რთულია მასთან კამათი, და როცა უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება, მისი სტრატეგიის გენიალურობა აშკარა გახდება. უკრაინას არ სჭირდება რუსეთის დამარცხება. მას არ სჭირდება პუტინის ძალების იმდენად უკან დახევა, რომ ისინი საზღვრის მეორე მხარეს აღმოჩნდნენ. უკრაინის მიდგომა მთლიანად გამოფიტვაზეა დაფუძნებული. ომის ფასი იმდენად მაღალი უნდა გახდეს, რომ რუსეთში ვეღარავინ, თვითონ ბოდვით შეპყრობილი პუტინიც კი ვეღარ დაიგნორებს ამას. ის მიზანი, რომელიც იანვარში ფიოდოროვმა უკრაინისთვის დააწესა, თვეში 50,000. ახლა უფრო მისაწვდომად ჩანს, ვიდრე ოდესმე. რუსეთი ასეულობით, ზოგჯერ კი ათასობით ჯარისკაცს კარგავს თითოეულ კვადრატულ კილომეტრზე, რომელსაც მოიპოვებს. ასე იმარჯვებს უკრაინა. მოაკენო იმდენი დანაკარგი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელოს ბრძოლა. ივლისი კატასტროფა იყო რუსეთისთვის და მიუხედავად იმისა, რომ პუტინი კვლავ თავის პატარა ბუშჩი ცხოვრობს, ბუთბუთებს თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა თავის ბუნკერიდან გამოდის, რუს ხალხს შეუძლია დაინახოს, როგორ უახლოვდება მათი ქვეყნის დაშლა. ახლა აგვისტოს ბოლომდე უნდა დავიცადოთ. თითქმის გარდაუვალია, რომ კიდევ ერთ რეკორდზე მოგიყვებით. და თუ პუტინს ეგონა, რომ უკრაინაში სამხედრო ხელმძღვანელობის ცვლილებები რუსეთს შვებას მოუტანდავებას მოუტანდა, ძალიან ცდება. ოლექსანდრ სირსკი შეიძლება აღარ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მაგრამ მიხაილო დრაპაჩი უკვე მის ადგილზეა და ის ისეთი დიდი კოშმარია, რომ შეიძლება პუტინის მიერ თავისთვის შექმნილი ილუზიის ბუშტი გაასკდეს. გაიგეთ რატომ? უყურეთ ჩვენს ვიდეოს. მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი უკრაინის ომში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.